მოუწესრიგებელი გზა და ბათუმში ერთადერთი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა 30 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების პოზიცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განსხვავებულად ფიქრობენ, უწყებაში თვლიან, რომ ტექნიკური რესურსი საკმარისია და ახალგაზრდის გარდაცვალებაში ბრალეული მედიკოსების დადგენას რეგულირების სამსახური შეეცდება. ხელვაჩაურის გამგეობაში კი ამბობენ, რომ გზა მოწესრიგებულია და წყობრიდან მხოლოდ უამინდობის დროს გამოდის. დეტალები სულხან მესხიძის რეპორტაჟში. 30 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახის წევრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას უკავშირებენ. სოფელ ჩაისუბანში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, როგორც აბესლამიძეები ყვებიან, დაგვიანებით მივიდა. ხშირად აწუხებდა გული, ცნევა იყო და იმ დღეს პირადად მე ვაკეთებდი გულის მასაჟი. 10 წუთი იყო, 15 წუთი, ნახევარი საათი. 1 საათი გავიდა და სკორი არ მოვიდა. ჩაისუბნის იმ მონაკვეთზე, სადაც გარდაცვლილის ოჯახი ცხოვრობს, უამინდობისას გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანითაა შესაძლებელი, რადგან გზა ბოლო 6 წელია არ შეკეთებულა. ძიმე ტექნიკა სოფელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აბესლამიძეების ოჯახში უგზოობის გამო ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ზის პრობლემა ეს თავისთავად იყო. ეს დიდი ხანია ეს გზის ჩამოხეთქილი ადგილი, ეს მანქანა დიდი პრობლემა იყო, მაგრამ სასწრაფომაც ძალიან დააგვიანა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ სამედიცინო ბრიგადა დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მივიდა. მახინჯაურის ბრიგადა, რომელსაც ორხიდიანი მანქანა ემსახურება, გამოძახების მომენტში პაციენტთან იმყოფებოდა. მის ნაცვლად ჩაისუბანში ბათუმიდან ერთხიდიანი ავტომობილი გაგზავნეს, რომელმაც პაციენტამდე მოუწესრიგებელი გზის გამო ვერ მიაღწია. ინიციატორისგან ითქვა, რომ გზა არის ცუდი, არის აღმართი ასავლელი და ეს ჩვეულებრივი მანქანა ვერ ავიდოდა და საჭირო იყო მაღალი გამავლობის ორხიდიანი მანქანა. იმ მომენტისათვის ის ბრიგადა დაკავებული იყო გამოძახებაზე მახინჯაურში, ანუ მწვანე კონცხზე, როცა გადასცა ოპერატორმა ის გამოძახებიდან გამოვიდა და წავიდა. მომხდართან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ შიდა სასოფლო გზა მოწესრიგებულია და იგი მწყობრიდან მხოლოდ გაწვიმებისას გამოდის. შალამიდებში არ არის არანაირი პრობლემა, უბრალოდ კი არა უხვინალეთის დროს და წვიმების დროს ტალახდება ის მონაკვეთი, გზის მონაკვეთი და მართლაც უჭირს მანქანას მოძრაობა. ფაქტს სამწუხაროს უწოდებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ნუგზარ სურმანიძის განცხადებით მომხდარს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მოსალები რაც ჩვენ გაგვაჩნია გამოთხოვილი სასწრაფო დახმარების სამსახურიდან გადაიგზავნება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, მოხდება მისი შესწავლა და თუ გამოიკვეთა რომელიმე რგოლის სუსტი მუშაობა, რა თქმა უნდა, დაისმება პასუხისმგებლობის საკითხი. როცა ხდება დაგეგმარება ამ სამსახურების, ის გათვლილია ბრიგადების რაოდენობა, გამავლობა იმ რელიეფზე, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში. 30 წლის მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.